წეგან ახსენეთ მეუღლეს საყვედური არ დასცდენიაო. მინდა ვთქვა, რომ როცა ყველაზე მეტად მიჭირს ხოლმე ჩემი პირველი მშველელი არის ჩემი მეუღლე. იმის მიუხედავად, რომ საყვედური არ დასცდენია, დარწმუნებული ვარ, იოლი მაინც არ იქნებოდა და არ ვიცი, როგორ ცდილობდით ხოლმე ეს უთქვენობა დაგე როგორ თქვა და დამეხმარა დაგეკომპენსირებინათ, არ ვიცი. რა არის, ამას მიშვა თავისი წინაპირობა, მე და ლელა ვართ თანაკურსელები, თანამოაზრეები და თანამებრძოლებით იმ გაგებით, რომ აი აქ 100 მეტრში აქედან 9 აპრილს ერთად დავხვდით, როდესაც საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა დაიწყეს მიტინგის დაშლა რა. ფილოლოგიის ფაკულტეტის 3-4 წარმომადგენელი ბიჭი ვართ და დანარჩენი ჩვენი ერთ-ერთი ქვემოჩემქთა მათ შორის. ჩემი თანაკურსელი ახლა აქ თანამშრომელი. ამიტომ მან იცოდა, რომ მე ვიყავი სტუდენტურ მოძრაობაში და იცოდა ჩემი პატრიოტული ცხოვრების და წესი რა. და ამიტომ როცა მე ვეუბნები, რომ ეს ახლა საჭიროა, ეს ჭირდება ქვეყანას, ეს ჭირდება კონკრეტულ ადამიანებს. აი იმას, ვისაც ახლა ჭირდება, რომ ვიღაცა მივიდეს და დაეხმაროს იმაში, რომ გისოსები გაიღოს და გათავისუფლდეს, ის ამბობდა, ობა თუ ეს საჭიროა, შენ ეს უნდა გააკეთო. ესე იყო, როდესაც გორში წავედი ავდექი, მაშინ არავის არ უთქვია. და ეხლა ბოლოს ესე იყო რა, 2 დღით ადრე უთხარი, რომ ლელა მეთქი რა, ხო იცი შენ ჩემი ამბავი მეთქი. ბილეთი ვიყიდებ და კიევში მივდივარ მეთქი. ეხლა მას შეშფოთების მეტი საგანი ის ჰქონდა, რომ დროთა განმავლობაში რაღაც პრობლემა შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც ყურადღებას მოითხოვს და მედიკამენტოზურ დროულ მკურნალობას და ის მითხრა გაგიშვებ, პირობა უნდა მოვწერო. იქ არა, აი ხო თავისთავად, მაგრამ ვიცი რომ დაგავიწყდება და ამიტომ დაგირეკა ვიცი და twins გაგიბურყავ და მითხარი. ნელა, აზია ლაპარაკი, ასე მეუღლე არის ჩემი თანამებრძოლი, თანამოაზრე იყო არის და დარწმუნებული ვარ იქნება დიდი ხნის განმავლობაში სანამ აქ ვართ უფლის წყალობით. მოკლედ სიყვარულია მთავარი. ხო, არა, ეს სიტყვა როგორ გამომშა ალბათ მიშო კაია რომ შემახსენი, რა თქმა უნდა, მინდოდა რომ იგი თქვათ და დიდი სიყვარულია, მადლობა რომ შემახსენი, დიდი სიყვარულია.